არა, რა თქმა უნდა. ადამიანი გაცილებით უფრო მეტია და დიდია ვიდრე ბრენდი. ჯერ ერთი დედამიწაზე დაახლოებით 8 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და ყველა ადამიანისთვის არც არის გათვალისწინებული მარკეტინგულ სისტემაში ნიშა. მარკეტინგული სისტემა მკაცრი კონკურენციის პირობებში არსებობს, სადაც პროდუქციის ბრენდი და პერსონალური ბრენდი განსხვავდებიან ერთმანეთისგან. კი, ჩვენ ყველა ვარსებობთ სისტემის შიგნით, მაგრამ არსებობენ სისტემის აქტიური მონაწილეები და პასიური მონაწილეები. ბრენდი არის მათთვის, ვისაც ამ სისტემის აქტიური წევრობა აქვს გადაწყვეტილი და ანუ ქმნის რაღაცას, პროდუქტს, იდეას, მომსახურებას და სურს რომ მისი საქმიანობა იყოს რეალიზებული და შედეგიანი. და მეორე ადამიანური არსი განსხვავებულია. მაგალითად, თქვენი აზრით, რამდენად შეესაბამებიან ცნობილი პერსონალური ბრენდის წარმომადგენლები იმ იმიჯს, რასაც ისინი ყიდიან. მაგალითად, რომ ავიღოთ ცნობილი ამერიკელი რეპ მომღერალი დოქტორ დრი და სხვაებიც არიან, რომლებიც ერთგვარი სტუდიური განგსტერების იმიჯს კარგად ყიდიან, მაგრამ რეალობაში წესიერი, სამაგალითოდ ორგანიზებული და მაღალი დონის ბიზნესმენები არიან. ეს არ ეხება მხოლოდ ამერიკელებს, მაგალითად არსებობს ესეთი ადამიანი, არის სერგეი შნუროვი, ცნობილი რუსული ჯგუფი ლენინგრადის სოლისტი, რომელიც წლებია საკმაოდ წარმატებულად ყიდის ერთგვარი ესეთი ავტოფარეხების ხულიგნურ ეპატაჟს და რაღაც ესეთი ქუჩის ესთეტიკას ერთგვარს. მაგრამ რეალობაში საკმაოდ ხისტი, დიდარი და დახვეწილი მანერების მქონე ბიზნესმენია. ყოველ შემთხვევაში იმ კულტურისთვის სადაც ის მოღვაწეობს. ბოლოს მგონი პოლიტიკოსიც კი გახდა. არ გთავაზობთ ამ ბრენდებს საორიენტაციოდ, არამედ ამ მაგალითებით სურს რომ პერსონალური ბრენდის სპეციფიკა აღნიშნო. სხვა უამრავი ბრენდიც არსებობს, რომელიც შეგვიძლია რომ ამ სიას მივაკუთვნოთ. და მე თქვენ გაგიმთვალთ ხა ერთ საიდუმლოს, რომ ბრენდის პოზიციონირებისას სულაც არ არის სავალდებულო რომ ის გაყიდო რაც ჩვენ რეალობაში ხარ. ეს არ ნიშნავს მოტყუებას, ეს ნიშნავს იდეის სწორად შეფუთვას. ადამიანი არ არის მხოლოდ მისი იდეა ან პროდუქტი თუ მომსახურება, რასაც ის გვთავაზობს. ბრენდი უპირველეს ყოვლისა არის იდეა, რომელსაც ადამიანები ერთმანეთს თავაზობენ. ერთობლიობაში ესენი ქმნიან იმ იდეათა ზღვას, რომელიც მარკეტინგული სისტემის შემადგენელი ნაწილია. ამ ზღვაში მხოლოდ იმ იდეებს აქვს გადარჩენის შანსი, რომლებსაც ფულის ან ყურადღების თუ სხვა რესურსების მოზიდვის პოტენციალი გააჩნია. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, რომ საკუთარი თავი იყო და ავთენტურობა შეინარჩუნო მთელ სამორ ტრიალში. ჩვენ ამაზე ვზრუნავთ. მაგრამ საკითხის პრაქტიკული გადაწყვეტა მდგომარეობს იმაში, რომ სწორ კოორდინატებში შეფუთო შენი იდეა, რომლებსაც სწორ გარემოებებზე ექნებათ ორიენტირი აღებული. გარემოებებს 1000-ჯერ უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე ცალკე აღებულ ერთ ადამიანს, მის იდეას, პროდუქტს თუ მომსახურებას. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ სამომხმარებლო ბაზარს გააჩნია ერთი ესეთი სპეციფიკა, ის ძალიან რთულად იღებს სიახლეებს. ეს აიძულებს მეწარმეებს და ადამიანებს, რომ ახალი იდეის თუ პროდუქტის თუ მომსახურების შექმნის და განხორციელების მაგივრად უკვე არსებულის გადაყიდვაზე ან შეფუთვაზე იფიქრონ ბაზარზე დამკვიდრებულ სტილში. საბოლოო ჯამში ეს ქმნის ერთფეროვნებას, აუფასურებს საკუთრივ თვითონ სამომხმარებლო ბაზრის ხარისხს და შემოქმედებითობას, აჩერებს განვითარებას და ბევრ შემთხვევაში თვითონ ბიზნესებსაც. რა თქმა უნდა, ეს ასევე ხელს უშლის ბევრ ადამიანს, რომ თავენთი უნიკალური იდეის შესაბამისად წარმოაჩინონ საკუთარი იდეა, პროდუქტი თუ მომსახურება. ანუ ერთის მხრივ გასაგებია, რომ პირობებს კარნახოს ბაზარი. მეორეს მხრივ მარკეტინგი არ არის მხოლოდ არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილების საშუალება, ძალიან ხშირად არსებული მოთხოვნები და პრობლემები წყდება სწორედ სიახლეების მეშვეობით და ამიტომ მარკეტინგი ასევე არის სიახლეების გარშემო საჭიროებების და სურვილების ორგანიზების ხელოვნება. მარკეტინგულ სისტემაში არსებობს 4 ოქროს წესი, 4 ბეჭედი, 4 ცველი, 4 მთა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, 4 სტრატეგიული სიმაღლე, რომელთა აღების შემთხვევაში
თქვენ ყოველთვის სწორად დაინახავთ გარემოებებს, სწორად შეაფასებთ მათ და შესაბამისად მათი პროდუქტიული გამოყენების გზებსაც. გთავაზობთ პრაქტიკულ მომსახურებას, რომელიც გათვალისწინებულია როგორც იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საკუთარი თანამშრომლის პერსონალურ სიძლიერეზე ზრუნავენ, ასევე კონკრეტულად თქვენი კომპანიის იდეის, მომსახურების თუ პროდუქტის საჭიროებისთვის. ასევე ექსკლუზიური სიახლის სახით იურისტებს გთავაზობთ სპეციალიზებულ მოდულს სამართალ კოუჩინგის სახით. სამართალ კოუჩინგი არის პირადი ეფექტურობის, მარკეტინგის, ხელოვნების და სტრატეგიული მენეჯმენტის სინთეზური ტიპის პრაქტიკა, რომელიც იურისპრუდენციის სფეროში მოღვაწეობისთვის ქმნის ეფექტურ, ანუ შედეგიან პერსონალურ ბრენდს. აირჩიეთ საუკეთესო. ჩვენი მომსახურების შინაარსი და ხარისხი საუკეთესოა თქვენი გრძელვადიანი მიზნებისთვის. გელოდებით პრაქტიკაზე, სადაც თქვენ სწორედ იმ 4 ძალას შეიცავთ.